31 დეკემბერს თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისმა ადვოკატმა კი სასამართლოს სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით 20,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. გამოძიების ინფორმაციით ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ის ასევე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეტადონს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინა. ჩვენ სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლეთ, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გირაო, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მისი თანხმობით ვასაჯაროებ ამ ინფორმაციას, რომ მას აქვს მესამე სტატიის ავთვისებიანი სიმსივნე. შესაბამისად, ის გადის ინტენსიურ მკურნალობას და მისი მკურნალობა ციხის პირობებში იქნება ურთულესი. ბრალდების მხარის პოზიცია იყო, როგორც მოსალოდნელი იყო, ითხოვდა პატიმრობას. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას შეუფარდა პატიმრობა.